შეიტანეთ ამ ყველაფრისთვის. Alhamdulillah, ისლა გვაქვს მინდა ერთი რაღაცა შეხსენება გავაკეთო, რომ ძალიან ხშირად ამ სწავლის პროცესებში, რა თქმა უნდა, მოცვის დროებზე დელა იქნება, იქნება. ხშირად ძალიან ხშირად ყოველთვის ამას მე არ ვარ რომ ბავშვები ლოცვაზე ახმაურობენ, თამაშობენ, ცელობენ, ბავშვები არიან. ბავშვი ამას გააკეთებს. რა თქმა უნდა, მოგზაურებული უნდა იყვნენ, ცოტა უნდა უთავი უნდა გუთხოვოთ, მაგრამ ბავშვები არიან მაინც. ხშირად იყო რომ შეიძლება გეგმოს რომ თამაშობენ, მეც არაფერს არ აკეთებენ. რა ისწავლის, რა გააკეთეს. ინშალლა, ახლა მინდა თქვენს თანდასწრებით გამოკითხოთ, ამაზე პირი ტესტირება იქნება, პასუხებსაც მოვისმენთ. თან ამას თანამედროვე ჩვენ ბავშვებს შევპირდით, რომ დაფაზე ეწერა, ზოგი წაშლილი არის საკითხები, ჰემზე პირი იქნება, კითხვა იქნებოდა, ის საკითხები, ისეთი საკითხებიც გავიარეთ, რომ მართლაც რომ აი დღეს მარტო საზოგადოებაში კი არა, თითქმის ხოჯინებში ეს საკითხები გაუჭირდებათ. და შევპირდით, რომ იქნებოდა საჩუქრები, კიდევ ერთხელ მინდა უზენაეს ალლაჰ თალა კვაკოფილი იყოს ყველა ჩვენგანისაგან, კიდევ ის წვლილი შეიტანა, ისეთ ჩვენ სამეგრელო წრეში, ისეთ პიროვნებას, რომელიც რომ არც კითხვით არ შეხვედრია, უბრალოდ სოციალურიდან გვიცნობენ და მსგავსი რაღაცა იყო ჩვენს გვინდა რომ წვლილი შეიტანოთ, ასეთებიც იყვნენ. ალლაჰმა უხვად დააჯილდოს, ბერეკეთი მისცეთ. ალლაჰ თალა კიდევ ქუდები არის, თესბები არის, ნასკები ან მსგავსი ისინი ამ მოსწავლეების გამო დაქნეს, ასეთი საჩუქრებით იქნეს. ინშალლა ეს ჯუმის შემდეგ იქნება დაჯილდოება, რომ ხალის იქნება. და კითხვები დავუსვათ, მაგალითად არიან წარჩინებული ხუთეულებში, რომელიც რომ მართლაც კარგად სწავლობენ. ესენი არიან აგერეთ ინსაფში რომ არის ირაკლი მართლაძე, გიგი ჯაიანი არის ამოსულებიდან არის, ნიკა გორგაძე არის, ჯემალ ცეცხლაძე, კახა არის, დათო გორგაძე, რატი, კიდევ არიან. ოღონდ ესენი უფრო ეტაპები დონეების მიხედვით რო იkrათ. რა თქმა უნდა, საჩუქრების სულ ყველას უწევენ, გამოტევით არ გამოგვიდებია, უბრალოდ რა თქმა უნდა, უფრო კარგად ვიცის რომ ისინი კარგი იდგნენ. მაგალითად, ძველი საკითხებიდან რომ მიგეკნათ, ნებისმიერი ან შეგიძლიათ რომ თქვენ თქვათ რაღაც საკითხი და ის უპასუხოთ, გასცემენ თუ არა პასუხს. ბავშვებო, მაგალითად, რა არის ფარჯი? თქვით. Gel, şey saçmeti gibi tutuyor musun? Sünneti mi arız? Yok, yok. თვითონაკეთება, მოუწოდებდა და სხვებსაც მოწოდება ჩაითვალა. Hicroba rasit oluyor. Ensari binaris. Smena rediki bir ramdinat kadi bu. Eşvali bagram sakre. Şuale na şevde kadaviyerimiz ben gamamda. Allah Teala ramdeni. Ertitu etadet. Ertadet sorusu veras mı oldu? Ertadet iş nasıl bir skoyatuz ertis. Ertadet მეტგამჩენელს რამდენი თვისები, ანუ ჩვენ უკვე მეტგამჩენელი შევიცნოთ. ჩვენ დევინახეთ, ხედავთ მეტგამჩენელს. როგორ უნდა შევიცნოთ, ანუ მის შესახებ საიდან ვგებულოთ ინფორმაცია? მაგალითად, მეთის შესახებ რა ვიცით, როგორი არის? ჩვენ იცით, რომ ის გაჩენილებთან მეჩის დაციდან სიბათი მოსვლებია, ხო? ია. და არის რომელი ხოლმე ვერ
მაგალითად მეთქამჩენელს აქვს ბახა თვისება, ანუ მხედველობა. ჩვენაც ხედავთ მაშინ. თვისებები აქვს, რომელსაც მხოლოდ ამას მიეკუთვნება, ზოგი თვისებები ჩვენს ვერ ეკუთვნებია, მაგრამ ჩვენ მოსიტესა შეზღუდული. ჰარამი რა არის? ის ადამიანებს რა ეწოდებათ, რომ ჯენნეტში შევლენ შუამოვაწინასთან მოხარულა ვეგენი ვინები არიან? ბიანობაში რამდენი არის? შუამოვი რომ წესი იყო? სად არის დაკრძალული შუამოვი? რამდენი წესაკში მოუდა ფეირამრობა? შუამოვლის თვისებები რა, შუამოვლები რომ ყოფილი იყვნენ, ან მანამდე რატომ გახდა საჭირო რომ მეთქამჩენელმა ფეირამბერი შუამოვლები მოავლინა? რა იყო ამის მიზეზი? ხო შეიძლება დავამთავრო? ხო მაგალითად შეიძლებოდა რომ ადამიანმა ფეირამბრის გარეშე ხო ღმერთი დაეჯეროს და რაღაცა. რატომ გახდა? ანუ ადამიანს შეეძლო ღმერთი იეცოს, მაგრამ როგორ დაიმსახუროს, როგორ უნდა გააკეთოს, აქედან შუამოვლები რომ ყოფილი იყვნენ, შუამოვლების თვისებები ხუთი მთავარი თვისება რა იყო? თეთრი რას ნიშნავს? თეთრი მოწოდება. მანეთი რას ნიშნავს? თეთანეთი? გონიერი. გამჭრელი ახი გონიერის. ისმეთი? სოფისგან დაცულები არიან. პირველი ფეირამბერი ვინ იყო? წმენის პირობებიდან, ნებისმიერ წმენის პირობებიდან ადამიანმა რომ უარყოს, მოწუნედ იქნება? წმენის პირობებიდან. ავტესის ფარძები რამდენია? მაგალითად, ლოცვაში ხომ არის ლოცვის ფარძები? რამდენია? ლოცვის ფარძები რომ ლოცვაში გამოვტოვოთ, რა მოხდება? ვაჯიბი რომ გამოვტოვოთ? ანუ რომ გამოვასწროს, არის სერვისები, ხო? მოწმუნე ვის ეწოდება? ფარისეველი ვინ არის? მაგრამ ლოცულობს ჩვენთან ერთად? ჩვენთან ერთად ლოცულობს, მაგრამ წმენის პირობებიდან რა არის εκεί? ჯერაც კითხვები შეგიძლია ნებისმიერი ანუ მსგავს საკითხები არა მაგრამ ძალიან ბევრი საკითხებია რომელიც ამიტანაც მაყოფილი იყვნენ ამის მშობლებისაგან დედაბაბისაგან გამოუშვეს იქნეს პატარა იგი არ არის ალლაჰმა სამომავალში მომავალი ხოჯიები განხადოს ინშალლა ისლამის გზაზე აი ნახეთ ადამიანს როცა რომ ცოდნა აქვს მიღებული რა თქმა უნდა ახლა ბავშვები არიან შეიძლება მათაც ვერ ხდებოდნენ ვერ ხდებიან რის რა აქვთ მათ განძი ხელში როგორი ღირებულებისა მაგრამ როცა გაიზრდებიან ნებისმიერი საკითხსფეროს ან საკითხთან მიმართებაში ეცოდინებიან რა არის სწორი რა არის ჰარამი როგორ უნდა გააკეთონ როგორ უნდა მოიქცნენ ის ადამიანის შეცდომას აღარ დაუშვებს ამიტომ ასეთი ადამიანი ყველა სფეროში ყველა ადამიანთან მიმართებაში რა არის საყვარელი იქნება, გამოსადეგარი იქნება ყველასათვის. უზენაეს ალლაჰმა არ დაუკარგოთ ამას. არც მის მშობლებს, მის ოჯახის წევრებს, ყველა თქვენგანს. ვინც ველი შეიტანა, ალბათ რა გაყოფილი იყოს დრო შესაძლოა